ტაივანი სასწრაფოდ განგაშს წეხს. ჩინეთმა რეკორდული რაოდენობის 110 სამხედრო გემი მიიყვანა თვითმმართველი კუნძულის მიმდებარე ტერიტორიებზე. ამავდროულად ჩინეთის სანაპირო დაცვამ დაიწყო ახალი პატრულირება ტაივანის აღმოსავლეთ წყლებში და განაცხადა, ციტატა, რომ ამ რეგიონში ტარდება კანონის აღსრულების პატრულები. ამავე დროს ჩინეთი და რუსეთი ერთობლივ საზღვაო სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ ყვითელ ზღვაში, ხოლო წვრთნების დასრულებისთანავე ქვეყნებმა დაგეგმეს ერთობლივი საზღვაო პატრულირება წყნარ ოკეანეში. თუმცა ადრე ცნობილი გახდა, რომ ჩინეთში უკვე არაერთხელ ჩატარდა დახურული სამხედრო წვრთნები რუსი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ბელოუსოვმა დაამტკიცა. ეს მხოლოდ მეტყველებს ორ ქვეყანას შორის სრულ სამხედრო კოორდინაციაზე, რადგან ჩინეთში მომზადებული ჯარისკაცები შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მიდიოდნენ. ამავე დროს ჩინეთმა მოუწოდა აშშ-ს გამოიჩინოს სიფრთხილე ტაივანთან დაკავშირებულ საკითხებში. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვან ისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბრის დროს. ანუ ეს უკვე პირდაპირი მუქარა. ტაივანი კი ევროპას საფრთხილებს, რომ თუ ომი დაიწყება, ეს ევროპელებსაც დააზარალებს. მოკლედ, მოდით ერთად განვიხილოთ, რატომ მიიყვანა ჩინეთმა ტაივანთან 100-ზე მეტი სამხედრო გემი სამხედრო წვრთნების ფონზე რუსებთან და რა იქნება შემდეგ. მე მქვია ალექსეი პეჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ არხი და ალაიქოთ და დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი. მოკლედ, ტაივანის გარშემო ღრუბლები სულ უფრო მეტად იკვრება. ტაივანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ ოფიციალურად განაცხადა, რომ ჩინეთმა ტაივანის მიმდებარე ტერიტორიებზე 110 საბრძოლო სამხედრო გემი განათავსა. ჩინეთმა რეკორდული რაოდენობის 110 საბრძოლო გემის ფლოტი განათავსა ეგრეთ წოდებულ პირველ კუნძულოვან ჯაჭვზე, რომელიც იაპონიიდან ტაივანის გავლით ფილიპინებამდე ვრცელდება. ტაივანის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ეს შეიძლება იყოს კუნძულის ბლოკადის მოსამზადებელი ნაბიჯი. ჩინეთმა რა თქმა უნდა ამას სხვა სახელი დაარქვა. პეკინში განაცხადეს, რომ ჩინეთის სანაპირო დაცვამ ტაივანის აღმოსავლეთ წყლებში ახალი პატრულირება დაიწყო და განაცხადეს, რომ ამ რეგიონში კანონის აღსრულების მიზნით პატრულირებას ატარებენ. შემდეგ მოიყვან ციტატა სააგენტო როიტერსიდან, რომელიც ამ სიტუაციას შემდეგნაირად აღწერს. ჩინეთის სამხედროები თითქმის ყოველდღიურად მოქმედებენ ტაივანის გარშემო, რომელსაც პეკინი თავის ტერიტორიად მიიჩნევს. თუმცა ჩინეთმა დაიწყო თავისი სანაპირო დაცვის გამოყენება თავისი ტერიტორიული პრეტენზიების დასაცავად. იმის ფარგლებში, რასაც ტაივანის სამართლებრივ ომს უწოდებს, რომელიც მიზნად ისახავს ჩინეთის ქმედებებისთვის იურიდიული საფუძვლის შექმნას. და ახლა ჩინეთის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ ფლოტი განახორციელებს პატრულირებას მათი, ანუ ჩინეთის კანონის აღსრულების მიზნით ამ რეგიონში. და გააქტიურებს ასეთ ქმედებებს. იმ წყლებში, რომელსაც პეკინი თავის იურისდიქციულ წყლებად მიიჩნევს. ანუ, ის თვლის, რომ ეს სრულიად მისი წყლებია და ამიტომ არაფრად აგდებს სხვებს. არაფრად აგდებს იმავე ტაივანსაც. ტაივანი ამ ქმედებებს არალეგალურად მიიჩნევს, რადგან თვლის, რომ ეს წყლები მისია. და იმ მატერიკული ჩინეთის საკითხთა საბჭომ განაცხადა, რომ ჩინელი კომუნისტები არ ფლობენ სუვერენიტეტს ან მასთან დაკავშირებულ უფლებებს ტაივანის აღმოსავლეთ წყლებში. არ აქვთ იურისდიქცია ამ წყლებზე. და არც ერთი მისი ოფიციალური გემი არ ფლობს იქ რაიმე სამართალდამცავ უფლებამოსილებას. და როგორც ცნობაშია აღნიშნული, ეს უკვე მეორე შემთხვევაა ამ თვეში, როდესაც ჩინეთი აგზავნის სანაპირო დაცვის გემებს ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროს წყლებში. მანამდე პეკინი მსგავს ქმედებებს ხსნიდა იაპონიასა და ფილიპინებს შორის საზღვაო საზღვრების შესახებ მოლაპარაკებებზე პასუხად. ამ თემაზე მე მქონდა ცალკე გამოშვება ამ YouTube არხზე, ამიტომ გიჩვენოთ გამოიწეროთ არხი, რათა იყოთ ინფორმირებული მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე. ასეთი აგრესიული გამოხტომების პასუხად ტაივანმა განაახლა ანტიკომუნისტური პატრიოტული გაკვეთილება. თავისი სამხედრო აკადემიების კურს დამთავრებულებისთვის მეოთხე საუკუნიანი პაუზის შემდეგ. აქ მე მოგიყვებით წინა ისტორიას, რომ უკეთ გაიგოთ ამ მომენტის სერიოზულობა. ცივი ომის დროს ტაივანში ფართოდ იყო გავრცელებული კამპანიები, რომლებიც აფრთხილებდნენ, ციტატა, კომუნისტი ბანდიტების საფრთხეზე ჩინეთში, რომლის მთავრობაც კუნძულს თავის ტერიტორიად მიიჩნევს. თუმცა სამხედრო აკადემიების კურს დამთავრებულებისთვის ანტიკომუნისტური პატრიოტული აღზრდის ოფიციალური პროგრამა შეწყვიტეს ჯერ კიდევ 2002 წელს და გადაარქვეს უბრალოდ პატრიოტულ აღზრდად. პოლიტიკური აღზრდა იყო, მაგრამ იქ კომუნისტებს უკვე განსაკუთრებულად აღარ ახსენებდნენ. მას შემდეგ კუნძულზე ჩინელ კომუნისტებს თითქმის აღარ ახსენებდნენ. და ეხლა ეს პრაქტიკა კვლავ განაახლეს.
ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სამხედრო აკადემიების კურს დამთავრებულებისთვის სწავლება განაახლეს სამხედრო საფრთხის ზრდისა და ჩინეთის მხრიდან შეჭრის საშიშროების გამო. შემდეგ ციტატა ტაივანის თავდაცვის სამინისტროდან. მათ უნდა ჰქონდეთ მკაფიო წარმოდგენა ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეზე და გააცნობიერონ სამხედრო მისია, რისთვის და ვისთვის ვიბრძვით. ლექციებს კურს დამთავრებულებისთვის აიკითხავენ ისეთი უწყებების წარმომადგენლები, როგორიცაა მატერიკთან ურთიერთობის საბჭო, რომელიც ჩინეთთან პოლიტიკას განსაზღვრავს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, იუსტიციის სამამინისტრო და წამყვანი სამთავრობო ანალიტიკური ცენტრი, აკადემია სინიკა. მიზანი ისაა, რომ კურს დამთავრებულებს ჰქონდეთ მკაფიო წარმოდგენა, ვინ არის მეგობარი და ვინ მტერი. როგორც ჩანს, ეს საზღვრები ძალიან ძლიერ დაიწყო დაბრუნდა. ტაიბეი არ გამორიცხავს, რომ ერთ-დღეს ჩინეთის სამხედრო წვრთნები რეალურ შეჭრაში გადაიზრდება. ამიტომ ტაივანის შეერაღებული ძალები ამყარებენ მზადყოფნას. ამავე დროს ჩინეთმა მოუწოდა აშშ-ს გამოიჩინოს სიფრთხილე ტაივანთან დაკავშირებულ საკითხებში. ტელეფონით საუბრისას ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანიმ და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განიხილეს საკითხები და შემდეგ ვანის ციტატა. ჩინეთმა მოუწოდა შეერთებულ შტატებს ტაივანთან დაკავშირებულ საკითხებს მაქსიმალური სიფრთხილით მიუდგნენ. ტაივანის საკითხთან დაკავშირებით უმცირესმა ნაბიჯმაც კი შეიძლება გავლენა მოახდინოს მთლიან სიტუაციაზე. ჩინეთმა და აშშ-მა უნდა იმუშაონ ყველა შესაძლო რისკის მართვაზე. ტაივანის საკითხს შორს მიმავალი შედეგები აქვს. და ჩინეთს იმედი აქვს, რომ აშშ ტაივანთან დაკავშირებულ საკითხებს უდიდესი სიფრთხილით მოეკიდება. კონსტრუქციული ურთიერთობების ჩამოყალიბება, რომელიც სტრატეგიულ სტაბილურობაზეა დაფუძნებული, უბრალოდ ლოზუნგი არ არის. ეს მოითხოვს ქმედებებს, ურთიერთნაბიჯებს და მუდმივ ძალისხმევას. ამ ფონზე კიდევ ერთი ახალი ამბავი იწვევს შეშფოთებას. ივლისში ჩინეთი და რუსეთი ერთობლივ საზღვაო სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ ყვითელ ზღვაში. ამის შესახებ ოფიციალურად განაცხადა ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ. წვრთნების შემდეგ ქვეყნებმა დაგეგმეს ერთობლივი საზღვაო პატრულირება წყნარ ოკეანეში. ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ არ მიუთითა მანევრების ზუსტი ვადები, არც იმ ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის რაოდენობა, რომელიც მათში მონაწილეობას მიიღებს. წვრთნები ჩატარდება ზღვასა და საჰაერო სივრცეში ცინდაოს მახლობლად. შემდეგ მოყავთ ციტატა ჩინეთის თავდაცვის სამინისტროდან. წვრთნების შემდეგ ორი ქვეყნის ძალების ნაწილი ჩაატარებს ერთობლივ საზღვაო პატრულირებას შესაბამის წყლებში წყნარ ოკეანეში. ეს არის ჩინეთისა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის ყოველწლიური თანამშრომლობის გეგმის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხოების პრობლემების ერთობლივ გადაჭრას და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას. თურქული სააგენტო ანა ანადოლუს ინფორმაციით, ცინდაოს პორტში უკვე გაიმართა ცერემონია, სადაც მიიღეს ამ მანევრებში მონაწილეობის მისაღებად ჩასული რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალები. რუსეთს წარმოადგენს კრეისერი ვარიაგი, ფრეგატი ვეევსკი, წყალქვეშა ნავი უფა და სამაშველო გემი იგორ ბელოუსოვი. ჩინეთის მხრიდან მონაწილეობას მიიღებს რამდენიმე ესპინეცი, ფრეგატი, მომარაგების გემი და წყალქვეშა ნავების სამაშველო გემი. ასევე გამოყენებული იქნება გემბანის ვერტმფრენები. ამ ფონზე სულ უფრო მეტი დადასტურება ჩნდება იმისა, თუ რამდენად ძლიერ არიან ჩინეთის სამხედროები ჩართული უკრაინის წინააღმდეგ ომში. უკრაინა, ანუ პეკინი, მოსკოვისგან მოითხოვს ანალოგიურ ჩართულობას და საპასუხო დახმარებას, მაგალითად, ტაივანის საკითხში. როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2025 წლის ბოლოს ჩინეთში ჩატარდა სამხედრო წვრთნები რუსი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ბელოუსოვმა დაამტკიცა. ერთ-ერთ დოკუმენტში, რომელსაც ჟურნალისტები გაეცდნენ, მოხსენიებულია ბელოუსოვის შიდა განკარგულება, რომელიც ჯერ კიდევ 2025 წლის აგვისტოში გაიცა. ამ განკარგულების მიხედვით, რუსეთის შეიარაღებული ძალების დელეგაცია ჩინეთში გაიგზავნა, რათა მონაწილეობა მიეღო სასწავლო ღონისძიებებში ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის ობიექტებზე. ასე რომ ანგარიში დეტალურად არის აღწერილი ერთ-ერთი კურსი. ეს არის სამკვირიანი პროგრამა რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის შესახებ, რომელიც ნოემბერში ტარდება პეკინის ერთ-ერთ სამხედრო ობიექტზე. ასევე მასში არის ფოტოები, სადაც ჩინელი ინსტრუქტორი რუს ჯარისკაცებს უტარებს გაკვეთილებს. ისინი სწავლობენ ბირთვული რეაქტორის მაკეტს და გადიან მომზადებას ქიმიური და რადიაციული დაზვერვის საკითხებში. ასევე ვენტილაციის სისტემების დაბინძურებისგან დაცვის მიმართულებით. ჩინეთი მთელი რუსეთ-უკრაინის ომის განმავლობაში ამტკიცებს, რომ თითქოს ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს. და ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ პეკინის პოზიცია
როგორც ისინი ამბობენ, უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით უცვლელი რჩება. ანგარიშში ნახსენები იქ გამართულ სწავლებაში მონაწილეობის შესახებ მტკიცებას უწოდეს, ციტატა, სრულად არ შეესაბამება სინამდვილეს, ანუ უარყოფენ. თუმცა Reuters-ის მონაცემებით 2025 წლის ბოლოს დაახლოებით 200-მა რუსმა სამხედრო მოსამსახურემ ჩინეთში გაიარა სწავლება, ქვეყნებს შორის არაოფიციალური შეთანხმების ფარგლებში. სწავლება მიმდინარეობდა პეკინსა და ნანკინში. და შემდეგ ყურადღება მიაქციეთ. კურსები ეხებოდა დრონების გამოყენებას, ასევე ასაფეთქებელი ნივთიერებების, ნაღმებისა და რადიოელექტრონული საშუალებების გამოყენებას. ჩინეთში სწავლებების შემდეგ სწორედ ეს რუსი ჯარისკაცები უკრაინის წინააღმდეგ ომში გაგზავნეს. ამავე დროს ჩინეთი მიუხედავად ნეიტრალიტეტის განცხადებისა, რუსეთს ორმაგი დანიშნულების საქონელს აწვდის. Wall Street Journal-მა აღნიშნა, რომ ისინი შეიძლება გამოყენებულ იქნას მაგალითად შაჰედის ტიპის დარტყმითი უპილოტოების წარმოებაში. გარდა ამისა, 2025 წელს რუსეთმა ჩინეთიდან ოპტიკური ბოჭკოს იმპორტი 10 ჯერ გაზარდა, რომელიც გამოიყენება FPV დრონების ოპტიკურ ბოჭკოზე სამართავად. მაგრამ ზედმეტი პანიკის გარეშე დავამატებ, რომ 2026 წლის საფრთხების ყოველწლიურ ანგარიშში ამერიკის სადაზვერვო საზოგადოება პირდაპირ აცხადებს. ჩინეთის ლიდერები ამჟამად არ გეგმავენ ტაივანზე შეჭრას 2027 წელს და არ აქვთ გაერთიანების მიღწევის ფიქსირებული გრაფიკი. გარდა ამისა, პეკინი მიუხედავად იმისა, რომ ძალის გამოყენებით იმუქრება, ამჯობინებს თავისი მიზნის მიღწევას ომის გარეშე, თუ ეს შესაძლებელია. რატომ არა ახლა? ეხლა. მიზეზები რამდენიმეა და ისინი ერთ ლოგიკაში ერთიანდება. პირველ რიგში ანტიკორუფციული წმენდები არმიაში, რომელსაც ატარებს ჩინეთის ლიდერი. სი ძინპინმა 2022 წლიდან დაახლოებით 100 მაღალი რანგის ოფიცერი გაათავისუფლა. და როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, სამხედრო ვარიანტი ტაივანთან დაკავშირებით უახლოეს წლებში ნაკლებად სავარაუდოა, რადგან არმიას, რომელიც ახლახან გადაახალისეს, ბრძოლაში ნამდვილად არ აგზავნია. მეორეც, პეკინს აღარ დარჩება ზეწოლის ბერკეტი აშეჩოზე. თუ ის რეალურად დაიკავებს ტაივანს, რით უნდა აშანტაჟოს შემდეგ? მესამეც, შეჭრა უზარმაზარი რისკია. სავსებით შესაძლებელია, რომ ჩაერთოს შეერთებული შტატები, აუცილებლად იქნება სანქციები და აუცილებლად იქნება დარტყმა თავად ჩინეთის ეკონომიკაზე. ამიტომ მანევრები ახლა არის ზეწოლისა და დაშინების ინსტრუმენტი. თუ გნებავთ, ეს არის რეალურად ტაივანის ბლოკადის რეპეტიცია და პოლიტიკური სიგნალი, მაგრამ უფრო მეტად, ეს არ არის დაუყოვნებელი დარტყმისთვის მზადება. თუ თავდასხმა მოხდება, მაშინ თითქმის დარტყმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ეს ახლა არ იქნება. აქ მრავალ წერტილს დავშავ. თქვენი აზრი და დაშკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი და აწკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. ეს იყო ყველაფერი. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ნახვამდის.